ჩვენ პლატფორმა სალამი გვარი დამბრუნეს საკითხს ადვოკატირების კამპანია დავიწყეთ 2020 წელს იანვრის თვეში. როგორც მოგახსენებათ, პლატფორმა სალამი დაფუძნებულია 2019 წელს და ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობას, სწორად იყო გვარი დამბრუნეს საკითხი. გვარი დამბრუნეს საკითხი ეფუძნება ისტორიულ სამართლობას, ასე იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსიფიკაციის პროცესს და ჩვენ არასდროს არ გვაკავშირებდა ეს გვარი რაიმე სახის, ასე ვთქვათ, არც სამართლებრივი, არც იდეოლოგიური თუ ასე ვთქვათ ტრადიციული, ისტორიული, იდენტური კავშირი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ ამ კამპანია გვარი დამბრუნე და ჩვენი მოთხოვნა იყო ის, რომ ეს რუსული სუფიქსები, რასაც არავითარ შემთხვევაში არ იყო ჩვენი და ეს იყო ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ოკუპაციის შედეგი და ჩვენ გვინდოდა ამ რუსული დაბოლოების ჩამოშორება ჩვენი გვარებიდან. პირველად დავიწყეთ სოციალურ ქსელებში ჩვენი გვარების შეცვლით და ამ ასობაში, ასე ვთქვათ, პარალელურად ამ ფორმით, ამ პროტესტით დაიწყო კამპანია გვარი დამუბრუნე. აღნიშნულის შემდეგ ჩვენმა პლატფორმა სალამის რამდენიმე წევრმა მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გვარის შეცვლის მოთხოვნით, მათ შორის იყო ერთ-ერთი მოსარჩელეც, რომელიც ამჟამადაც პლატფორმა სალამის წევრია, მოითხოვა თავისი გვარის ცვლილება და ევის ანუ რუსული სუფიქსის ჩამოშორება. თუმცა მივიღეთ უარი და ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ შესაბამისი საგანმანათლებლო მოწესრიგება და ჩარჩა ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა. და აღნიშნულის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ უკვე გვარი დამბრუნების კამპანიის პარკლებში ხელმოწერის შეგროვების პროცესი და 45 დღის ვადაში ჩვენ ასე ვთქვათ ვიყავით 100-ზე მეტ სოფელში, ამ პროცესში იყო 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩართული ხელმოწერის შეგროვების პროცესში, ვიყავით არაერთ რეგიონში, მათ შორის ისეთ რეგიონში, სადაც არ ცხოვრობდნენ ეთნიკური უმცირესობები, ვიყავით ისეთ რეგიონებში, ბუნებრივია, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობდნენ, ასე ვთქვათ, მაღალმთიან რეგიონებში, ბათუმში, ქუთაისში, ყველგან მიმდინარეობდა ხელმოწერის შეგროვების პროცესი და ჩვენ 45 დღის განმავლობაში შევაგროვეთ დაახლოებით 27,000 ხელმოწერა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცედენტი, რომელიც ქვემოდან ზემოთ ხალხის ინიციატივით იწყებოდა მსგავსი სახის კამპანია. და პირველად საქართველოს ისტორიაში შემოდანილი იქნა ამ ფორმით და ამ მასშტაბით ხელმოწერების საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით. და ბუნებრივია ჩვენ შედანილი გვქონდა საკანონმდებლო ასე ვთქვათ პროექტიც და ვითხოვდით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. დიახ, რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, როგორც ვახსენეთ, საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა უკვე დასრულდა და უახლოეს პერიოდში გახდება ხო ცნობილი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. როგორია მოლოდინები და თუკი თქვენს მოთხოვნებს პირობითად არ დააკმაყოფილებს სასამართლო, აი როგორ გესახებათ ამ შემთხვევაში პროცესის გაგრძელება? ბუნებრივია, ჩვენთვის თვითონ პროცესიც შედეგია, ეს არის ისტორიული პროცესი. ეს არ ეხება მხოლოდ პლატფორმა სალამს, არ ეხება მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემს, ეს არის მთლიანად საქართველოს და ასე ვთქვათ, საქართველოს საზოგადოების ბრძოლა. ეს პროცესი და თვითონ გვარი დამუბრუნე ნიშნავს ამ ქვეყანაში დერუსიფიკაციას და დესაბჭოებას და იმ საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, რომელიც ჩვენ გვარებში გვაქვს, ამის ჩამოშორების პროცესს. და აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს მესამე ეტაპი გვარი დამბრუნეს საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა, რომელიც დაგვეხმარა თავისუფალი უნივერსიტეტის ასე ვთქვათ ლექტორი და მისი სტუდენტები და ერთ-ერთ ვისარგებლობ და მადლობას გადავიხდი თანამშრომლობისთვის ამ მნიშვნელოვან პროცესში და სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც. და ჩვენ დავინახეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ამ საკითხის სწორი ფორმით დაღენება მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში, უკვე ასე ვთქვათ, საქართველოს პარლამენტი რა ლეგიტიმურ მიზანზეც და რა არგუმენტებზეც ჰქონდა აქცენტი, თვალნათელი გახდა, რომ ეს არ იყო, ასე ვთქვათ, ჩვენ მოთხოვნაზე პასუხი და ბუნებრივია აღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება პლენპადურად გვიზღუდავდა ჩვენს უფლებებს, რომ დავაბრუნოთ ჩვენი ავტონომიური გვარები, ჩამოვაშოროთ ის რუსული სუფიქსები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენს იდენტობას. და
რაც მთავარია საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხის სწორი ფორმით მოხდა დაღენება, ჩვენ დავაღენეთ, ასე ვთქვათ, სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 74 მუხლის, ასე ვთქვათ, იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურ ცნობას, რომლებიც ჩვენი, ასე ვთქვათ, გვარებში არის, ასე ვთქვათ, რუსული სუფიქსების ჩამოშორებას და იზღუდავს ამ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას. და ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილებს აღნიშნული სარჩეს, იმიტომ რომ ამ მოცემულობაში მისაღები ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, ასე ვთქვათ, ამ სარჩელის დაკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ფაქტობრივად ვერ დავაბრუნებთ ჩვენ გვარებს და ვერ ჩამოვაშორებთ იმ, ასე ვთქვათ, რუსულ სუფიქსებს, რასაც ჩვენ გვარებში ახლავს. და ჩვენ ამ კამპანიის დაწყებიდან დღემდე ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ გვარი დამუბრუნების პროცესი და ზოგადად ოკუპაცია არ ხდება მხოლოდ მიწების და არ ხდება მხოლოდ მიწების დაკავებით, ოკუპაცია ხდება მათ შორის გვარების ოკუპაციით, მათ შორის ხდება შენი ყოველდღიურობის და იდენტობის. და ზუსტად გვარი დამუბრუნების პროცესი არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მასშტაბური კამპანია ამ მიმართულებით, რომ ამ ქვეყანაში ნაბიჯ მოხდეს დერუსიფიკაცია და ჩამოვაშოროთ ჩვენი გვარებიდან იმ საბჭოთა გადმონაშთი, რასაც არაფრით არ შეესაბამება არც ჩვენი ტონდობას და არც ჩვენ, ასე ვთქვათ, სამართლებრივ კავშირს. და ჩვენ მოლოდინი გაქვთ ბუნებრივია საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომ დააკმაყოფილებს აღნიშნული სარჩეს და მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ დავაბრუნოთ გვარები და ჩამოვაშოროთ ის რუსული სუფიქსები, რასაც ჩვენ გვარებს ადარებს ამ წუთას.